საქართველოდან სომხეთში ავტოექსპორტი განახევდა, ყირგიზეთში კი კვლავ ყველაზე დიდი რაოდენობით სუბუქი ავტომობილები გაიყიდა, რაც შეეხება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარს. დილერები ამბობენ, რომ საქართველოში საავტომობილო პროფიციტი კვლავ აქტუალური და გასულ წლებში ჭარბად დაგროვილი მანქანები სრულად ამ დრომდე არც გაყიდულა. საშუალოდ რა ფასია მანქანებს ყიდიან ქართველი დილერები უცხოურ ბაზარზე და რას აჩვენებს მიმდინარე წლის ავტოექსპორტ-იმპორტის 6 თვის მონაცემი. მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. 2025 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების 49,000 ავტომობილი გავიდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი შემოსავლების კუთხით ეს მონაცემი 2024 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 30%-ით, ანუ 283 მილიონი დოლარით აღემატება. 2024 წლის მსგავსად მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობისა და ღირებულების ავტომობილი რეექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა 32,000 დოლარი შეადგინა. ავტოდილერების ინფორმაციით, თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია, იმიტომ რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და შესაბამისად ყირგიზეთთან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ყირგიზეთში არც ჩადის და ყირგიზი ავტოდილერები მათ გზიდანვე რუსეთში ყიდიან. ჯამში უნდა ითქვას, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 52%-ით გაიზარდა, ასევე 16%-ით გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთშიც, სანაცვლოდ კი სომხეთის მიმართულებით რეექსპორტი 53%-ითაა შემცირებული, თუმცა სომხეთი კვლავ რჩება იმ ტოპ 5 ქვეყნის სიაში, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები იყიდება. ამასთან დილერები ამბობენ, რომ სომხეთი განსაკუთრებით გააქტიურებულია საქართველოდან ელექტრომობილების რეექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდა გვაქვს პირველი 6 თვის მონაცემები წინა წლის მონაცემებთან შედარებით. ეს ფაქტია, როგორც ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, ისე გაყიდული ავტომობილების რაოდენობის თვალსაზრისით, მაგრამ თანხმობრივ გამოხატულებაში თუ საგრძნობია, გაყიდული ავტომობილების რაოდენობაში, ასე ვერ ვიტყვით, პროცენტული მაჩვენებელი ცოტა განსხვავებული არის. რაც შეეხება ქვეყნებს, ფაქტია, რომ სომხეთის ბაზარი მნიშვნელოვნად ჩამორჩება. წინა თვეების განმავლობაში უფრო აქტიური იყო სომხეთი და წინა წლის პერიოდში, ეხლა მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს, ფაქტიურად განახევრებულია. სამაგიეროდ სომხეთი აქტიურობს უფრო გაყიდული ელექტროავტომობილების თვალსაზრისით საშუალო ერთეულზე ფასის მიხედვით, იმიტომ ყველაზე მაღალი რეექსპორტზე გაყიდული ავტომობილების კუთხით, გულისხმობ რა თქმა უნდა ელექტროავტომობილები, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საშუალო ფასი სომხეთსაა. რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების იმპორტს, 6 თვის ჯამური მონაცემებით აქაც ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება. კერძოდ 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს და საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში თითქმის 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა. ეს წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად იმპორტისა და რეექსპორტის ზრდის ტენდენციისა, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბაზარი პროფიციტული რჩება, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე განმარტავს, საქართველოში გასულ წლებში შემოყვანილი ავტომობილების გარკვეული ნაწილი ამ დრომდე არაა რეალიზებული. კერძოდ 2023 წელს ქვეყანაში 60,000-ით მეტი ერთეული მანქანას შემოვიდა და ის რაოდენობა ჯერ სრულად არ გაყიდულა. ალექსი ნონიაძის თქმითვე არსებული ვითარება ადგილობრივი დილერებისთვის გამოწვევაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სექტორში ყაზახი და ყირგიზი შუამავლები ისევ აქტიურად მუშაობენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყანაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების იმპორტის გარდა წლიდან წლამდე მზარდია ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტით. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ელექტრომანქანების იმპორტმა მაქსიმუმს მიმდინარე წელს მიაღწია. კერძოდ წლის პირველ ნახევარში საქართველოში 61 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების 3,616 ერთეული ელექტრომანქანა შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 80%-ით აღემატება, თუმცა მიუხედავად ამ ზრდისა, ექსპერტების განმარტებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ელექტროძრავიანი მანქანების წილი კვლავ ძალიან მცირეა.
ერთის მხრივ გვაქვს რეექსპორტის ზრდა, მეორეს მხრივ გვაქვს ასე ვთქვათ პრობლემები, პროფიციტული ბაზარი გვაქვს, ესე იგი რა გამოდის ეს ორი ასე ვთქვათ მოვლენა ერთმანეთთან რომ დავუკავშიროთ, მარტივად ახსნა იმას აქვს, რომ უკვე უცხოელ დილერებს პირდაპირ გააქვთ და უკვე ქართული ბაზრიდან, ეგრეთ წოდებული ქართული ბაზრიდან არ გააქვთ. ქვეყანას იყენებენ როგორც ტრანზიტს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ავტომობილები გადიოდეს, ასე ვთქვათ, იზრდებოდეს რეექსპორტის რაოდენობა, ოფიციალური მაჩვენებლები და ჩვენ ისევ პროფიციტული ბაზარი გქონდეს, ხო? ცოტა შეუსაბამოა. აი ეს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, უცხოელი დილერები ჩვენ ქვეყანას იყენებენ როგორც ტრანზიტს, მათ რო ჩამოყავთ ავტომობილები და ამაზე რო ჩამოყავთ ავტომობილები, შემდგომ უკვე თვითონვე არემონტებენ და თვითონვე გაყავთ. აღარ შემოდიან ქართულ ბაზარზე, აღარ შემოდიან ქართულ დილერთან. ელექტრომობილების იმპორტის ციფრები გაზრდილი არის, დღესდღეამდე იზრდება რა თქმა უნდა ეს ციფრები, მაგრამ წელს უკვე საგრძნობლად შეინიშნება პირველი ორი კვარტლიდან გამომდინარე, წინა წელს რომ რა ციფრებიც ჰქონდა, თითქმის მიუახლოვდა უკვე ეს მაჩვენებელი პირველ ორ კვარტალში. გამოწვეული არის ეს მეორად ბაზარზე ფასების გაიაფების გამო, ყველაზე მეტად გაიაფებული ბრენდები, რომლებიც არის საქართველოში ასე თუ ისე ისედაც პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კონკრეტულად Tesla-ს ბრენდი არის პირველ ადგილზე. მეორადი ბაზრის გარდა ასევე ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში უკვე ჩინური წარმოების ელექტრომობილები, არის რამდენიმე ბრენდი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე და სედანების და ყოველდღიური ამ სამოხმარებლო მანქანების გარდა ასევე დაიწყო სატვირთო ელექტრომობილების შემოყვანაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება კომპანიების ტრანზაქციისთვის ელექტრომობილების მიმართულებით. მომხმარებლების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ახალი მომხმარებელი ძირითადად ყიდულობს ელექტრომობილს კარგი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი თქვა თუ მის ნაცნობს მეგობარს ან ოჯახის წევრს ელექტრომობილი ყავდა, ყველას ასევე უნდა რომ ის ეკონომია თავის თავზე შეიგრძნო. ელექტრომობილებთან დაკავშირებით გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში ამ ტიპის მანქანები შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების მსგავსად ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ბაზრიდან საქართველოში თითქმის 39 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, ამ კუთხით საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე კი ჩინეთი იმყოფება. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.